დღეს მთლიანად საქართველო 80%-ზე მეტი რუსეთზეა დამოკიდებული. ახლა ამერიკა თქვენთან არ არის და ევროპის ქვეყნები. აი ნახეთ, ვეშაპების გარემოცვაში ვართ რა. თურქეთი, ირანი მეორე ადგილზეა, მერე მან და მე რაღაცებში წინ მიდის, ტერიტორია დიდი აქვს ირანს და აქეთ რუსეთი არის. ხოლო კედელი არის ეს კავკასიონი. და მაგრამ ეგეც ეს გვირაბი დაკეტილია, ოსები აკონტროლებენ. თორემ მაგვირაბით პირდაპირ რუსეთის ტერიტორიაზე ხარ, ხო? ხო და აი ახლა რაც პაკეტი შეიმუშავეს, რა თქმა უნდა რუსეთს თუ მოუჭერენ, სანქციები არის, ახლა ძალაში ჯერ არ შესულა, იმიტომ რომ 1-3-4 თვე ჭირდება მაგას. რაში მდგომარეობს? არც ერთმა ქვეყანამ, ვისთანაც რუსეთთან ურთიერთობა აქვს, სავაჭრო ურთიერთობა, კავშირი უნდა გაწყვეტოს. არ უნდა შეისყიდოს არაფერი. და ჩვენ ახლა მთლიანად რუსეთზე ვართ დამოკიდებული და თუ მაგ იმაში ქართველები არ შევლენ, უკვე მის ქვეშ ვართ რა. უკვე დასავლეთი შენ გიღარენს ყველანაირად და აიძულებს მერე თურქეთს მოუჭიროს საქართველოს. იმიტომ რომ მეორე მხარე თურქეთი არის, საიდანაც ჩვენ ყველაფერი შემოგვდის, განსაკუთრებით რესურსები, საჭმელები, ხო, თურქეთი, მარკეტი, მათგან არის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თელი რიგი რაღაცეები. აი ეს არის მოსალნელი საფრთხე, მაგრამ მოხდება თუ არა, ეს ღმერთზეა დამოკიდებული. ეს არის რა გველოდება წინ თუ არასწორი მიმართულებით წავალ და ახლა ჩვენ ხომ დამოკიდებული ვართ სოფლიო პოლიტიკაზე, საქართველოს ხომ მაშინ არ არის ცალკე ისა ანა. მთლიანად ყველა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ახლა ამერიკას უჭერს მე მაგისაც დავატირებ და თელი რიგი რაღაცეებით და ახლა საქართველოს რას წარმოადგენს კაც ერთი გაუბედურებული ქვეყანა არის რა. ამიტომ სწორი მიმართულება როგორი არის? აუ და ამ დროს გერი ჩამოკიდებულია ღმერთზე და ღმერთს არიცნობს. ჩვენი ერთადერთი ხსნა მხოლოდ ღმერთია და არავინ ჩვენ დამხმარე არ არის, არც ირანი, არც თურქეთი, არც რუსეთი, არავის გულზე არ ვეხატებით. უბრალოდ არ იძახიან ახლა, იმიტომ რომ აფის არ წარმოადგენთ. აბა გქონდეს რაღაცა ისეთი ძლიერი ეკონომიკა ან სამხედრო თალიეს მრეწველობა, როგორც ისრაელს აქვს. ჩვენც გადავიდოდით ანტი-ქართველობას დაიჭერენ და ვინაიდან არაფერს არ წარმოადგენთ, არ უჭირავს რუსებს ანტი-ქართული, არც ევროპას არ უჭირავს ანტი-ქართული ან ერს აგინებდეს. ესეთი რამე არ არის. იციან რომ ეს თვითონ ჩაიქოხება ეგ ქვეყანა რა. აი ახლა აქ იცით რა გაიგონებაა საჭირო რომ როგორ აი რა გავაკეთოთ აი იქი წახვიდე ვაი აქი წამოხვიდე უი ერთადერთი ხსნა ღმერთია და აი ამიტომ მიდივარ მე ახლა ღმერთი როა გამწყრალი ჩვენზე თავარი არის ღმერთთან გაასწორე ურთიერთობა ვით არ სამორწმუნე თორე ჩვენ ამ ურთიერთობას ვერ დავამყარებთ ვერავისთან რა აი რუსებთან წახვალ ისინი გიტევენ იქით გადახვალ რუსები გიტევენ ოკუპაცია ნამდვილად არის ტერიტორიაზე რუსები არიან ანტირუსული განხეთქილებაა საქართველოში, ანტირუსული განწყობილი ხალხიც არის და პროევროპული და იქ შუაში კიდე პროქართულები. ეს სამი ურთიერთ რაღაცა აზრები ერთმანეთს ეჯახება. პროქართველების აზიზღი აქვს რომელიღაცაც ვთქვათ, ვინც პროევროპულია, ვერ იტანს ამას გრუზინებს ეძახის. ეს ამ გრუზინებს კიდე ამ პროქართველებს არც რუსები არ უნდა, არც ევროპა არ უნდა და აი ამას ნაციონალური რელიგია ამაგრებს, იმიტომ რომ ეკლესიაც გახლეჩილი არის. ეკლესიაც ესია სამი აზრი მოიაზრება: პროევროპული, ცოტათი უფრო მეტი არის პრორუსული და ცოტათი პროქართული. ძირითადად სამღვდელოება მაინც პროქართულს აწვება. აი გადასარევია, იქაც არ არის ეცოლონება. აი ასეთი დაქუცმაცებულობაა, რომელიც არ აჩანს და აი ამის ამოქექვაა საჭირო ჩვენი ინტელექტუალებით. რა არას ნიშნავს ინტელიგენტი? გონით მიწვდე იმას, რაც არ ჩანს და მერე გამოვლინდება რა. აი როგორც მაგალითად შუქსორი ჩააქრებს სახში, ხო არა ჩანს. არის, მაგრამ გამოვლინებაა საჭირო. აი გონება რას აკეთებს, იცი? რაც ემპირიაში არ არის, იმას გიმტკიცებს, რომ შუქი არის. აი ამას ვერ ხვდება ემპირიკოსი, სანამ არ აინთება შუქი. და ვერ დაიჯერებს რომ დენი არის გაყვანილი აქა და ფენომენში ზის. უბრალოდ გათიშული არის. ჩართე და შემოვა. და მოვლენებიც ესეა. მოვლენები არ გამოჩენილა ჯერ, აი ეს რაც ვიძახი, მაგრამ არის. და როგორ შეიძლება ეს ავირიდოთ? ისევე როგორც თუ შუქი არ მინდა ფენომენში რო არის, ღილაკს რაღაცას მოვშლი და არ შემოვიყვან აქ. და მე ეს მაგალითები მოვყავს თორე ემპირია რას ნიშნავს ტრანსცენდენტი, ტრანსცენდენტალურობა, ფენომენოლოგია. ეს ჩვენთან არ გვისწავლია ქართველებს. ჩვენ არა გვაქვს აზროვნების ისტორია, ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ ვართ შაბლონი. მოვდივართ ფეოდალურიდან პოეტები და სულ ხმალაობა იყო. ის მეფე იყო ჭკვიანი ბრჭყალებში, რომელიც მაგალითად რომ შემოიჭრებოდა ვინმე, არ გაუჭირებდა საქმეს და ის ეთყოდა ესეთ რამეს, იყავი მეფეთ, მაგრამ ხარკი მიხატე. და იყავი ჩემი ვასალი. აი ესეთები იყვნენ, ხო, ძალიან ბევრი ბემფეები რო იცოდეთ. და ვინც ამას ეწინააღმდეგო, იმას ქვას-ქვაზე არ უტოვებდნენ. ეგ თუ სიჭკვიანია, ეგ სიჭკვიანია იყო.
არა ეგ რაღაცი ჭკვიანი ესე იგი შენი ტახტი შეინარჩუნე და მე ტყავი გამაძრებ. ესე იყო კომუნისტებიც. კომუნისტები თავისი რაღაცა კეთილდღეობისათვის თანამშრომლობდნენ რუს კომუნისტებთან და მოსახლეობა ვერ იყო ისე კარგად, ხო? იგივე არის ეხლაც რა. არაფერი არ იცვლება. ხო და აი ამასაც ნიჭი ქვია მაინც რომ თლიანად მიწასთან არ გაგვასწორა თელმა შემოსევებმა. ხო შეეძლოთ. მათი ამოცანა რა იყო, იცი? არა მაქვს პრობლემა, მეფე ხარ, შემოვიდა გეუნები ახლა. თუ ჩემთან იქნები ინტერესებით, იყავი შეგინარჩუნებ ტალს და მე დაგეხმარები კიდევაც. სამაგეროდ ამდენი რაღაცა უნდა გადამიხატო. ამის შედეგად შენ ხალხს დააწვევი რა კისერზე და ვერც გიჯანყდება. აი ამას ნიშნავს რომ შენ უკვე ჩემ მხარეზე ხარ, ქართველების მხარეზე არა. ჩემ ინტერესებს იცავ და მეფობა შეგინარჩუნე. ეგ ჩვეულებრივი ამბავი ისტორიაში ყველგან ეგრეა. და თუ შენ შემეწინააღმდეგები, მაშინ ჯარით უნდა გამოხვიდე და მე ქვაზე არ დაგიტოვებ. ხო, ასე არის ისრაელის ისტორიაში ბიბლიაშიც. ის 6 წელს რო შევიდნენ, ხო, მადედან იერუსალიმში. იქ ნაბუქოდონოსორმა მეფე დატოვა, არ შეეწინააღმდეგა, არ დაანგრია იერუსალიმი და დახარკა. აი მე 20 წელი მიდიოდა და მე 586 წელს აუჯანყდა და მოვიდა და მთლიანად გაანადგურა და გადაასახლა ხალხი. ყველგან ეგრეა, ყველგან. თან ამასთანავე ბატონოზე ხა მე საქართველოს მეფე ამასთანავე მე ღმერთიდან ვარ რა დაგავიწყე. აი ეგ არის, ხო. შენ ღმერთიდან ახლა და ღმერთს იმდენად ამახინჯებ ამ ღმერთს ხალხ მე მატყუებ ხალხს ესე იგი რომ შენ ღმერთიდან და ვერ გიჯანყდები, იმიტომ რომ შიგნიდან ხალხი თუ აგიჯანყდა, ეგ უკვე პრობლემაა. ამიტომ საქართველოში რევოლუციები გამორიცხული იყო და მეფეები ის იყო ჭკვიანი, ვინც თანამშრომლობდა, ის იქნებოდა ირანის შაჰთან, იქნებოდა თურქეთთან, მერე მონღოლეთთან, ვინც არა და გადაულიდნენ და იშვიათი იყო ესეთი მოდიოდნენ და მთლიანად უნდა ავაწევყოთ საქართველოს. ეგეთი რამე იმ შემთხვევაში ხდება, როცა პიროვნება ღმერთთან კავშირს წყვეტავს მთლიანად. აი მაშინ ხდება შენი განადგურება. ეს მოვიდა ედომს, ეს მოვიდა ისრაელის ჩრდილო სამეფოს. მთლიანად სახელმწიფო აღარ არსებობდა. ჩვენ აქამდე სახელმწიფო რო შევინარჩუნებთ, თუ უბრალოდ ჩვენი ტერიტორია, ხალხი და სახელმწიფო ეს ცნება არ იყო ფორმაცია მონარქია. აი ღმერთის დამსახურება და არა მართლმადიდებლობის. მართლმადიდებლობის გამო ეს მართლმადიდებლობა ვითომ რო შემულობდა ამდენი ხანი ქრისტიანობას, აი ამიტომ იყო ეს გაუთავებელი ეკლები. აი ამ პარალელები ბიბლიიდან ისრაელი ერის ჩრდილო სამეფო 209 წელი შენარჩუნებული რო აქვს. რატო თავიდან ვერ გაანადგურა ღმერთმა? ელოდებოდა 209 წელი. არა, მეფეებიც იყო, 6 დინასტია იყო, ხარობდნენ, გრეალებდნენ და წინასწარმეტყველებს უგზავნის ღმერთი და აეუბნება მოტრიალდით, არაფერი, ჩვენთან წინასწარმეტყველები არ ყოფილე. ჩვენ ეგ პრაქტიკა არა გვაქვს. ჩვენთან არასოდეს საქართველოს ისტორიაში არ გამოჩენილა ადამიანი, რომ ამხილოს ხალხნო არასწორი ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან, მიუხედავად ამისა, რომ სულ ღმერთზე ვლაპარაკობთ, გძლები ყავს, სტატუსი ყავს, ხო? ღმერთს არა, ეგ არ შეიძლებოდა. ეხლაც ეგრეა. გამონაკლისი ვარ მე და რამოდენიმე თუ არის. არ მითხება გვერდზე არავინ რა. და აქმული როგორ ვარ, იცი, ვითომ არა ქართველი ვარ, ვითომ რაღაც ათასნაირი რაღაცების ისო სექტანტი ვარ. არა კაცო, მაგის დედავატირე რა გახთათო? რაც ევროპამ გაიარა ჩვენ არ გაგვულია. აი იქ იყო ხალხი რა. ერთმა თქვა აყვა ხალხი. რას დაუპირისპირდა რეფორმაცია რა არის? ოფიციალური ეკლესია იყო არასწორ გზაზე და რეფორმატორებმა აი ეგ ამხილეს. ესე იგი ღმერთი წაართვეს ჯგუფს. ესეთი მეტაფორა რო ვიხმარო და ხალხს დაუბრუნეს წიგნის მეშვეობით. აი ამიტომ წავიდა წინ ევროპა სახელმწიფოები. თორე ისინი ხო ქრისტიანები იყვნენ ზოგი მე-5 საუკუნიდან, მაგრამ რა ამბავი ომები გაიარა სულ ყველამ, იტალიამ, გერმანიამ, ინგლისმა. ამიტომ ვაღიაროთ ახლა, კაროჩე ღმერთი გვწამს თუ არა. თუ ეს ღმერთი გვწამს, ეს რწმენა, რეალური ღმერთის რწმენაა თუ შენი მოგონება არის. ეხლა დღეს რა ფაზაში გადავედით, იცი და ესე ღმერთის რწმენა ევროპას მიღებული აქვს, მაგრამ ლიბერალური. ესეთი ღმერთის რწმენა ქონდა ისრაელს და საერთოდ ყველას ეგეთი ღმერთის რწმენა ქონდა. გამონაკლისი იყო ისრაელი, რომელიც ცოცხალი ღმერთით მოსე რომ მოდის, მერე მონარქია და შეჭირება. აი საჯულების წიგნი ამ ხრივ კარგი პარალელები არის, მეფეთა წიგნები, ხო, მერე წინასწარმეტყველები. ეს ჩვენთან არ ისწავლებოდა. ეს რატო უნდა ისწავლებოდეს, იცი? არა მარტო ჩვენთან, ყველა. ბიჭო, ღმერთი თუ რეალობაა, ის რატო დაიმალებოდა? არ შეიძლება, იცი, არსებობდეს შენ, ყავდეს შვილები და ემალებოდე. რაღაც ინფორმაციას მიაწვდი. თუ არ გინდა რომ გამოუჩდე მას, ყველანაირად ისეთ რაღაცას დაუტოვებ, რაღაცას ანდერძის სახით, სადღაც წასულიე, ქონებას დაუტოვებ და აი ამ ქონებით მიხვდება რომ მამა უნდა მყავდეს. და თუ ის ზებნას დაგიწყებს, მაშინ ხვდები მაგას. თუ არა და შენ მაგას ემალები.
ევალები თვალყურს სულადევნებ. ის შენ არ გადევნე, შენადევნებ თვალყურს, აბა როგორი ურთიერთობა ექნება შენთან და თუ მიხვდი რომ იმას შენ გეძებს და შენ გამოუჩდები და შეხვედრა ხდება. ეს მაგალითად ვიხმარე, ღმერთი და ჩვენ. რო დაირქვით ამ ქართველებმა მორწმუნეები ვართო. ბიჭო, ეს თუ რწმენა არის, ეს რანაირი რწმენა არის ღმერთისა, რომელიც ამ დღეში გაგდებს. რატო ვარდები ამ დღეში? აი მთელი ისტორიის მანძილზე. იმიტომ რომ ღმერთის ადგილზე არის გენეტიკა, ისტორიები, მეფეები, კულტურა, ტრადიციები და წმინდანები. და ეს უკვე კერპთაყვანისმცემლობა არის. ყველაფერი ის, რაც ღმერთის ადგილს იკავებს, კერპია. ხო და ყველაზე ძალიან ასეთი მასშტაბური კერპთაყვანისმცემლობა მაგ სივრცეში საქართველოს აქვს. ევროპა არ არის კერპთაყვანისმცემელი. ხმას არიღებს რა, ესე არის. ესენი არიან ჰუმანისტები. რომ ღმერთის ადგილზე არის ადამიანი, ადამიანს ყველაფერი შეუძლია, ადამიანს შეუძლება უკტავება და დატოვეს ვინაიდან იმდენად კარგი ის არის გაერთიანება ეს ჰუმანიზმი, რომ ყველა ადამიანს არ ეჩხუბება, რაც გინდა იწამე. მხოლოდ ეგ შენთვის დაიტოვე. აი ეს არის განსხვავება და აქედან ვის უფრო მეტი შეჭირვებები ექნება იმას, ვინც ღმერთს ჩემულობს და ამახინჯებს, თუ იმას, ვინც საერთოდ ღმერთს არც ამახინჯებს, გვერდზე გაწია და თვითონ დადგა მის ადგილზე. ცენტრში მოკლედ არის ადამიანი, ამას ქვია ანთროპოცენტრიზმი და ღმერთი არის პერიფერიაში. ჩვენთან ცენტრში არის ვითომ ღმერთი და ამ დროს ეს რანაირი ღმერთია ცენტრში, ასე როგორ გვექცევა. აი ეს მხილება საჭიროა. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ევანგელიზაცია საქართველოში არასოდეს არ ყოფილა. რეფორმაცია საქართველოში არასოდეს არ ყოფილა. არც რელიგიური, არც ეკონომიკური, არც აგრარული, არც და იყო დამყაყებულობა. და ეს ისტორია, საქართველოს ისტორია მეფეთა საგვარეულო ისტორია არის. მათ ხალხი არ ფიგურებს. ქართლის ცხოვრება ეს არის მეფეების ისტორია. ამიტომ დღევანდელი ქართველებიც აქებენ მეფეებს. და დააყვეს ლამის ყველა წმინდანი არის. არავის იქ არ უცხოვრია, ვინცაც ყოში ვართ და ამ წიგნებს რო წაიგითხავენ, მაგალითად გუბაზასნაირი ტიპი, ყვება რაღაცა სისულელეებს. ეს ყველაფერი არის ააკრეფილი წიგნები და თავში და მე ლაქლაქებ. რაში გვადგება? აი რაში გადგება დღეს აწმყოში ერეკლე მეფე, ვახტანგ გორგასალი, დავით რამეში რო გვადგებოდეს კი? ამიტომ ესენი არიან კერპები. და ამ კერპს ვინ შეურაცხყოფას მიაყენებს, ეს სიწმინდეების შემღალავი ისჯება. ხო და აი ეს შეიქონა ახლა დაცვის რაღაცა გარკვეული ჯგუფი სიწმინდეების. გამიგე და აქედან დასკვნას გავაკეთებ, თუ ესე გაგძელდა ქვეყანა არ იარსებებს, როგორც ბევრი ქვეყანა გაქრა იმის გამო, რომ ვითომ ჩემულობდა სწორ რწმენას და გაფრთხილების მიუხედავად ყურად არიღეს და განადგურდა. ესე განადგურდა ჩრდილო სამეფო. და არ არის სახელმწიფოსა და მარტო არის აი ისრაელი, რომელიც იუდას შტოდან დაბრუნდა ისევ. იმიტომ რომ მე ნაკლებად აღთქმა რო აქვს დადებული ღმერთს, ამ აღთქმას თვითონ თავის სიტყვას ასრულებს ღმერთი, თორე ისინი კაი ტიპები კი არ არიან. ამას ქვია უპირობო აღთქმა. ესე იგი მე შენთან აღთქმა დავდე ორნაირი. ერთი არის განპირობებული აღთქმა ისეა. თუ ამას და ამას გააკეთებ, მე მათ მოგანიჭებ. თუ არა და შავდღეში ჩაგაგდებ, ხო? მეორე უპირობო არის ყველა ვარიანტში, რა შენ ქვეყანა, შენ სახლს, შენ სახელმწიფოს არაფერი არ ემუქრება. ყოველთვის იქნება შენი სახელმწიფო. აი ეს არის უპირობო აღთქმა. ეს დადო ისრაელთან ღმერთმა. არც ერთ არ ღირსებია ის, რომ 1900 თითქმის 2000 წელი აღარ იყოს და მე შეიკრიბებიან და მოწინავეთა რიგებში ისე ჩადგებიან, რომ ყველა შური თუ ყურებს და არ არის ასეთი ქვეყანა ისრაელი. თუ რამე თანამედროვე ტექნიკაში თქვენ არის, აი ნობელიანტების 35%-ზე მეტი მაგ ერიდან მოდის რო იცოდეთ. ხო, აგერ იერარქია და ატომიც აქვს. ხო, და აი რა პატარა ტერიტორია აქვს. როცა ტერიტორია ღმერთმა მისცა, ესეც უპირობო არის აღთქმა 700-ზე მეტი ტერიტორია. ეს მომავალში ეგ დაიბრუნებს მაგ ტერიტორიას. ესე იგი თურქეთის ხელა ტერიტორია იყო მიცემული და არ დაუჯერეს, არ გააფართოვეს, არ განდევნეს ის მტრები, როცა ისუნავინს ეუნება, ბოლომდე განიდევნოს ეს ხალხი, გაანადგურე. ღმერთი რო გეუნება, უნდა გააკეთო ეგა. მათ ჰუმანიზმს შეეპარა, დაიმეგობრეს გაბაუნელები, ვიღაცეები, დაიტოვეს და წავიდა მურტალი შეჭირვებები, რომელიც აღწერილია იმ 350 წლიან ისტორიაში მსაჯულები რო არის და ჩაწერილია ჩვენთან. რატო დაიწერა ეგ წიგნი? ეგ ღმერთის წიგნი არის ჩვენ ყოველდღიური ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ. ყველა სფეროში. ქართველი არის დაყრუებული მაგ ამბავში და ეხლა იტრაბახო იმით რომ ჩვენ ქრისტიანობა ამ დროს მივიღეთ 6 მოციქული მოვიდა, ეს ყველაფერი ტყუილი არის.
იტყვიები რომ მარიამს მიეცა ესა საწერია ეგა რომ ნაწილდებოდა ტერიტორიები და ისე რა არის ღმერთმა უთხრა ღვთისმშობელს ეკუთვნის აი საქართველო. ვინ გითხრათ ეგა? რა ღვთისმშობელი ის ადამიანი იყო, ცოდვადაცემული ადამიანი, მარიამი რა ის კი არ იყო. ჩვეულებრივი ცოდვილი ბუნების მატარებელი იყო და არანაირი წმინდანი ეგ არ არის. წმინდანი კი არ არის, ცოდვილი ადამიანი რო იყო, მისი ცოდვების ჯვარზე აიტანა იესო ქრისტემ და მერწმენის შედეგად გამართლდა და გამოვიდა აქეთ. მას არანაირი შეხება არ აქვს ჩვენთან მარიამს და აბსოლუტურად არ გვისმენს რომ ცილოცოთ გასკდეთ ყლიბზე. მხოლოდ და მხოლოდ კავშირის შეუძლია გამოსვლა ღმერთს, იმიტომ რომ ის დრო სივრცეს არ ექვემდებარება, თუ უნდა მატერიაში შემოვა, თუ უნდა სიტყვით ყველაფერს აკეთებს იმის ქმნილებაში, მაგრამ ეს შეუძლია მოკვდავ ადამიანს. აი ნახეთ რას აკეთებენ ესენი წმინდანები ზემოდან გვიყურებენ, მარიამის წილხვედრია, პერანგები თურმე ქრისტესი არის. მე ეს ქრისტეს პერანგი რას გიკეთებს პერანგი? ქსოვილი რას გაგიკეთებს? ეს ხო კერპთაყვანისმცემლობაა. ბატონაზე ისიც მახსოვს და ჯერმო ღვთისმშობელი იძახის ხო რომ ჩემი ხსნელიო თქვენგან მახსოვს ეს სიტყვით. დიახ, ნეტა კი. კი, ლუკა მახარებელთან არის მე თავი კი. აი შეგიძლიათ წაიკითხოთ ხო? ეგ საკითხებიც რომ აი მამაო ჩვენო სამთავაკ დაღეჭები. აი ვერ ჩამჭრის ვერავინ. იმიტომ რომ ეს არის წმენაში და ლოგიკაში ჩამოსხმული. აი ესე რომ წმენა ვხედავ მე ამას ვხედავ. რა გჭირს ასეთი გიჟდები რა? ჩვენი მშველელი არავინ არ არის, ტყუილი ეგ ამან. ამიტომ დასკვნა ესე ნელ-ნელა დისტანცირება უნდა მოვახდინოთ, აი ეს სამღვდელოება ჩვენ გვღუპავს. როგორ გინდა გააგებინო ხალხს? ისტორიამ გვაჩვენა სამღვდელოების არასწორი ურთიერთობის შედეგად, რომის წარმომადგენელი სამღვდელოება ბაგრატიონებმა ტახტი დაკარგეს და არ დაუბრუნდებათ, არც დაბრუნებულა. არ არის ეგრე? არ იმსახურებდნენ რომ სამაგეროდ ხალხი ღმერთმა არ გადაგვასახლა, მაგრამ აი როგორც აი ანალოგიებს გავა, როგორც აი მაგალითად გაანადგურა სახელმწიფო მართლობა თუნდაც ჩრდილოეთ სამეფოში და ხალხი კი არ მოსპო, ხალხი გადაასახლა და ხალხმა გააგრძელა თავისი გამრავლება ბაბილონში 70 წელი. მე ისევ დააბრუნა. აი ჩვენი ხალხიც ესეა, ბაგრატიონები გაანადგურა, ჩვენი ხალხი გადასახლება დავარქვათ ამას, რუსებს შეტენა 100 წელი იმპერიაში და ცხოვრობდით და მრავლდებოდით და მე ტრანსფორმირება მოხდა ერთიანი ინტერნაციონალური მარქსიზმს და იმას შეუერთდით ჩვენ და უფრო ესეთი გავაგრძელეთ ყოფნა და სახელმწიფოსაც საფუძველი ჩაეყარა. ისტორიაში საქართველოს სახელმწიფოს ისტორია იწყება 1918 წლიდან. 1917 აღვთ რევოლუცია. აი ეს არის ისტორია ჩვენი. ჩვენ სახელმწიფო არ ქონდა. მონარქია არ არის სახელმწიფო. მონარქის არის დედამიწა, მონარქის არის ადამიანები. მონარქის არის გლეხი, მისი ცოლი, მისი შვილი. ყველაფერი მისი კუთვნილებაა. და რა არის ეს გაუთავებელი ეს ისტორიკოსობა რო არის ჩვენთან. ესე იგი ევანგელისტების მაგვირად ისტორიკოსებია ჩვენა. ესენი გაუთავებლად აქებენ, ადიდებენ ჩვენ წარსულს. და აწყოში ცხოვრება არავინ არ იცის რა არის. ასე ისტორიის ასეთი მაქებარი არც ერთი ქვეყანა არ არის რო იცოდეთ. რუსებიც კი. დაჯდება კაცი და მე-18 საუკუნე აქვს თავში, მე-17 საუკუნეები აქვს დანაწილებული. დაჯდება გუბაზა სულ ისტორიებზე ლაპარაკობს. იმ დავით აღმაშენებლის გმირობაზე, დიდგორობა, რაღაცა დროს დიდგორობა, რაღაც დროს ხმალია, რაღაც დროს ცხენია. აწმყოში შენ რა მამაცი ხარ? ვერ ხედავ აგერ ტანკი ლამის უკანარში გაქვს შეტენილი ლულა. მეტი გააკეთე რამე, აბა სადა ხარ? როგორ დაგეხმარება ეს დავით აღმაშენებელი? ახლა აი არავის არ უნდა ამის გაგონება, ხო? ამის გაფართოება რომ მიეცეს ამას მასშტაბური ხასიათი საქართველოში. ჩვენ პრობლემა აღარ გვექნება. მართლა ეს არის წმენა. იმიტომ რომ თუ ღმერთი გწამ თქვენდალოცულებო, მას ყველაფერი შეუძლია და ახლა შენ ღმერთი ვითომ ყავდეს, მაგას არაფერს არ ეკითხებოდე და ან ევროპას ეტენებოდე, ან რუსებს ეტენებოდე, ან კიდე რა საქართველოს წარსულთ ეტენებოდე და გარდაცულ ხალხს ეტენებოდე. და ყოველი დღე არის რაღაც დღესაც არის რაღაცა ბასილი დიდის დღე და ვიღაცა ღირსეული ვიღაცა მაკრინეს დღე და აი ეს რა უბედურე ყოველი დღე შეიძლება რაღაცა დღე იყოს და სანთლებით დარბოდეთ. ეს არ არის სწორე რამდენ ხანს გვითმენს ღმერთი რა. და აქედან გამომდინარე ვიძახი რომ თუ ეს გაგრძელდა ესე მოხდება ესე რაც ქვეყნებს შეემთხვა და ჯერჯერობით დაღუპის პირზე არის. ესე თუ გაგრძელდა ქვეყანა არ იარსებებს სახელმწიფო. და ნიშანია ყველა ამისი, ნახეთ, შემოესია საქართველოს უამრავი ხალხი, აირია მონასტერი. საერთოდ საქართველოში ქართული ენა ძალიან ბევრი ჩივის, რომ ქართული აღარ მესმისო. უცხო ენაზეა ლაპარაკი მათი. მოთხოვნილება უცხო ენისა და ვეღარ გავიგე მაშინ ეს წარსულით გადაბარგებული ენა, წარსულით ილაპარაკებს.
აწმყოში ინგლისურად ლაპარაკობ და ისტორიაში ქართულად ვილაპარაკოთ? ისტორიაზე რო ვლაპარაკობთ? არ მესმის მე რა. ძალიან ცუდი მდგომარეობა. ესეც იმიტომ რომ ევროპამ ხო დიდი ხანია ღმერთს ვარი უთხრა. და მის ადგილზე ადამიანია. ხო და ადამიანმა მოაგვაროს ახლა რამე. ყალბია ჰუმანიზმი, ხედა? ღმერთი არ არის ადამიანი. ეს სიტყვით იძახიან, აი ხალი კაცთან გათანაბრდება, ხალის უფლებები დავიცვათ. სად არის მე ხალის უფლებები დაცული? ვინ იცავს ხალის უფლებებს? ან ხალი ხალს გავს, ან კაცი კაცს გავს. აი ეს რა არის? აი ეს არის ყალბი ჰუმანიზმი, რომლის სათავეში თავიდანვე სატანამ შეაცნინა ადამი და ევა და უთხრა, იქნები როგორც ღმერთიო. ხო და როცა ღმერთის ისა გაქვს რაღაცა პრეტენზია იყო, ღმერთთან საქმეს დაიჭერ. აი ესე დაგჭირდება, ავათაღარ ღმერთო ხარ? აბა წავილოცოთ. ხო, აიცი რა, ეს საკითხი მე მესმის ღმერთო და ამაში როგორ შეგაწუხვა ბა? რა სლაპარაკობთ ხალხო? ჩვენ მასზე დამოკიდებული რო ვართ, აბსოლუტურად მისი მითითებით უნდა იცხოვრო და იაზრონო. ასე ვარ შექმნილი და მაშინ უნდა შევთანხმდეთ და არ გვინდა ეს თამაში. საბჭოთა კავშირის დროს იყო. შეთანხმდეთ თქვენს რომ ღმერთი არ არის, არაფერი არ არის, არის ის რასაც ვხედავთ, ეს მატერია თავისთავადი არის, არავის არ შეუქმნია და არის მარადიული. აი ესა თეორია. ესე იყო 70 წელი საბჭოთა კავშირში. და ეხლა ღმერთს აღიარებდე და ასე ამახინჯებდე, ღმერთის მრისხანება სახეზე არის. მაშინ არ მრისხანებდა და ღმერთის საბჭოთა კავშირში, იმიტომ რომ არც ამახინჯებდნენ, არც არაფერს არ აკეთებდნენ და უარყოფდნენ. და გამოჩნდა რომ თურმე ეს არ ყოფილა სწორე და კი ბატონო, ეხლა არ ყოფილა სწორეუდა. ეხლა სწორი ურთიერთობა გაქვს ღმერთთან. ეხლა ამის შედეგი ის არის, რომ უფრო უარეს დღეში სოციალურად ჩავარდა ქართველები. ესე იგი, უღმერთო ქვეყანაში სოციალურად უფრო გამართული იყო ქვეყანა. მანდ ეს პრობლემები არ იყო საბჭოთა კავშირში 60-იან წლებში, რომელიც ეხლა არის. არ იყო ლაპარაკი ბავშვებს საჭმელი არა აქვს, სკოლაში საჭმელიც იყო, ფორმები უპატრონო ბავშვებსაც დაურიგებდნენ. უბინაო არავინ არ იყო და რიგში იყო ხალხი ბინაზე. ქუჩაში არავინ არ კოტრიალობდა. ხვდებით? ეს იყო ათეისტურ ქვეყანაში. ახლა კი ავაღორძინეთ თვითონ ჩვენი რწმენა ღმერთთან და ღმერთს კიდე არ ვიცნობთ, ვამახინჯებთ. ახლა ყველაზე მეტად რა გეწყინება თორნიკე შენ? რო გიცნობ მე შენ, ვაღიარებ მე მჯერა თორნიკეს და გამახინჯებ. აი ყველაფერს რასაც მევაკეთებ, თორნიკეს მევაწერ. აი თორნიკემ გააკეთა ესე, თორნიკემ ესე დამიწერა, თორნიკემ ისია და ბოლო-ბოლო ხო გაბრაზდები ესე. და ტყავს გამაძრობ. აი ეს მაგალითია, ესე იგი, დამახინჯება შენი გინდა სახელის, გინდა რიტუალებისა და გაუთავებლად აი თორნიკე და თორნიკე. არ გამიბრაზდები? კი არა, ელემენტარულად რომ რაღაცა კარიკატურა დავხატო შენი, ან შენი სახე გამოვხატო, ისეთი რომ არა ხარ შენ. ხო თქვა ღმერთმა არ გამოხატოთ სახეო. და მოეწო ან კიდე შენს მაგვირად კიდე ვიღაცებს თაყვანს როცემ. დავაარსე რაღაცა ინსტიტუტი წმინდანებისა. ეს ხო შენთვის არ გითქვია. ხო? ამიტომ სად უნდა შევამოწმოთ ჩვენი რწმენა? ერთადერთი ინსტრუქცია ღმერთმა დაგვიდო ბიბლია. ამას უნდა სწორი წაკითხვა და აგერ მე დაღუპის გაზრდას მთელი ეს მართლმადიდებლობა სისხლი მაქვს გამოწვევილი გეუნებით არ გადარჩებით და შენ თუ დარწმუნებული ხარ რომ მე ვარ გზასაცდელი რას მემალები? მოდი გადამარჩენე არ გიყვარ ვარ და მე რომ მიყვახართ აგერ ყველაფერი დავდე არაფერი არის მე ჩემი ცხოვრება არ მაქვს. მართლა გეუნები მართლა. არ მაქვს მე ცხოვრება ხო აქ ხალხს ცხოვრება მე არ მქონია ცხოვრება. აი რო ხარო მე ოჯახი რაღაცა შვილი კარგით ერთი და არა ეს ცხოვრება არ არის. ყველა იტყვის რომ ეს რა ცხოვრება. და რა გადასარევია ესენი გრიალებენ დროს ატარებენ. თავზე 4-2 ცხოვრება აქვს მე არ მაქვს ცხოვრება. როგორც კი სახელი მიაწოდა ვიღაცა ბაბში მოტყდა. იმიტომ ეგ როგორი კაცია ეს 4-2. ყველასთან კარგად არის და ეგეც ხო არ არის სწორი. როგორ შეიძლება ყველასთან კარგად იყო ხა იესო ქრისტე როგორ მოიქცნენ? და შენ რა ღმერთი ხარ მე მაგ იესომ ვერ გააკეთა ეგა. პავლემ ვერ გააკეთა ეგა და იმიტომ ახლა ყველასთან კარგა რაც სიამოვნებს იმას ეპათხალებები, ამას ეპათხალებები, იმასთანაც ესე და ყველყუფარი ეგ არ არის. 4-2-ია, იქაც დაჯდება და ნაშასავით არის. იქ ნოესთან დაჯდება თუ ნეოსთან. იქ მანგოიაშტერთანაც იყო. იქ ტელევიზორში არის. მოკლედ ბრძენთა ბრძენი არის და ახლა ძალიან ღიმილა ბიჭი არის დაღიმილობს და როგორ შეეშინდა? შემოდი აქა მე არ გეცოდები მე მაგის და დავატირე. ხოდებს თავ ხო მაგარი ქრისტიანი ხარ ჩემზე. შემოდი და მომაბრუნე რა მე ესეთი გზაკვალარეული რო ვარ. დამალულები არიან. ამათ სიყვარული აქვს თამათი დედავატირე მე. თან ობროსე კაცი ვარ ხო და გზაკვალარეული ვარ და არ გეცოდები? მოდი და დამელაპარაკება, უბრალოდ მოგისმენ და იქნებ კაი რაღაცა მითხრა რა. ეშინიათ. ვერ მეტყვია კაი რაღაც. ხო, იმიტომ რომ კითხები ხო უნდა დაუსვა.
არა რა, მოკლედ რა გვეშველება რა.